ყოველი ძვირად ღირებული ნივთის უკან ისტორია დგას. ისტორია სირთულეების, ეჭვების და იმ წამების, როცა არჩევანი მხოლოდ ერთი იყო. გაჩერდე, დანებდე თუ გააგრძელო. ბევრი გაჩერდა, მაგრამ არა ისე. დღეს ჩვენ არ გაჩვენებთ უბრალოდ ფუფურებას, ჩვენ გაჩვენებთ ადამიანებს, რომელთაც არ დანებდნენ და თავიანთი ოცნების ახდენის გზას მიაგნეს. ერთი სიტყვით იუთუბერები. მოდი TMG-სთან. TMG ზონაში. ბიჭო, რას მახვედრა? მითხრა. 18 კომპიუტერს or PlayStation-ს. შორ ხუმ. და რა ვიცი, 1-4 YouTube ბათონი მიყრია, წამ. საინტერესო. კატანები. ანუ TMG ზონა გაიხსნა მეგობრებო, უკვე შეგიძლიათ მოხვიდეთ 15-დან ოფიციალურად გაიხსნება და 15 იანვრიდან 23 იანვრამდე 23 იანვარს ვიკეტებით, კარჩე. ანუ თავი, სივა, ჩო. ეხლა ნახოთ რა აქვს ინტერნეტ კაფეში რა გახსნა. მობზანდით. ნუ პირველი რას ხედავს სამა? ვა, საჭმელები, სეილი 33% დაგლებ. 50-იანი იქნება გახსნას. აი, ნივთები მითხარი. ნივთები. მოკლედ, ყველა ძვირად ღირებული ჩემთვის არის ესენი. ესენი. 1, 2, 3 და მეოთხეს ბოლოში განახი. აი, კომპიუტერებს მოვიყევ, ჩვენ გვაინტერესებს, ფასი, ფული გვაინტერესებს. კომპიუტერები, ეხლა მე გეტყვი მონაცემებს. დანარჩენ კომპიუტერებს ვინც ერკვევა გაიგებს. მონაცემები არის i5 ბოლო თაობები, RTX 5060-ები, 241-იანი მონიტორები, ძალიან მაგარი კლავიატურა, მაუსი, თავისი სკამებით და ერთი კომპლექტი რა ჯდება? ერთი კომპლექტი დაახლოებით 4-5000 ლარი. 4-5000. რამდენი კომპიუტერია სულ? 18 კომპიუტერი გადაგვითვალე ეხა შენ 90. ეს მაინტერესებს, ნიკა, ეს რა ჯდება ეხა ეს? ეს კომპიუტერში ჩათვალე რა. ეს რა ჯდება? იგივე. 5? ვა, ოკეი. ანუ 20 გამრავლე 5-ზე ეხა. 25 ასე ჩაღო. მე გადავები. 9x2. 9x2 32. ჩემი ძმა იმენა ლეგენდა ხარ. ნახე, არა ფაქტი რა, საღოლ რა TMG რა, მაგრა ასწორებს. მეგობრებო, მხარი დაუჭილეთ. ტუალეტები დაждდა ძალიან 20-000 დაждდა თითო. აქ არის იმენა, აი ლიანი სკვადი რა, აი ფეისიც რო შევარდე და ოკეი, აქ ლეველზე ახვიზდა. ოპა! აქ სტრიმინგ რუმი. აი ეს არის მთავარი ბათონი, ყველაზე ძვირიანი არის ეს. ნიკათი. რამდენი დაждდა იცი? აი ვიცი, ლარებში ვერ გადაგიწვი, მაგრამ 10 წელი დაждდა. დამსახურებულია ნიკუში. ეს კომპიუტერი ღირს ბევრი. კარჩე, ეს არის დაახლოებით 10000 ლარიანი კომპიუტერი, რომელსაც ძალიან მალე გავათამაშებ და სამოდალინკე გამოწერილი მაქვს. გამოწერილია და ვიდეოც აქვს. აუ, შენ გენაცვალე. ვაუ, როგორი მუდმივი მაყურებელი ხარ ჩემი, შენ გენაცვალე. გენაცვალე ნიკა სასიამოვნოა, უფრო დაგაფასე ჩემო ძმაო. 200.000. 200 როგორ ახვედი? 100.000 უფრო სწორად. ხო? 100.000. 100.000. ეხლა რას თქვით, ხო, კომპიუტერები მაქვს. 100.000 ჩავწეროთ. აუცილებლად მოდით მხარი დაუჭიროთ ჩვენ ზმას რა, იმიტომ რომ პირველ რიგში იუთუბერი რო არის და ანუ მაგითო, ანუ ბიჭო, არ შეიძლება რა იუთუბერმა რამე ბიზნესი გახსნას და არ იმუშაოს. ბოლომდე მივუაწყვეთ, მოვიდეთ ჩვენ ზმას მხარი დაუჭიროთ. აღმაშენებლის გამზირი 10. ან Google Maps-ზე TMG ზონა აღწერაში ჩაწერს და საჩაგირის ხო კიდე ანგარიში ჩამიგდრა. ჩემი ბუღალტერი მოგხედავ. გავედით. მოვედით. ვისთან მოვედით? რა ვიცი, ვინ აკოლგოდა? ციკოლიასთან. სალამი ჩემ იუთუბერ ძმებს, მივესალმებით სენსოს გამომწერებს, old გამომწერებს, PUBG-ს გამომწერებს და სენსო მოი რაც მაქვს ეხა ყველაზე ძვირიანი ხო? იქ დავახვედი. აი ბიჭო, რა გაქვს ნაყიდი ძვირიანი ისეთი რომ აი წაიხალისე რა. რავი, სუნამო, ზმანი. დავაი გააძრე. ეხა დაგახვედრა ციკოლიას საათი ძმაო, აი ეს არის, აბა როგორ შეიმფასებ ძმაო. ბევრი კი მეუნება, სხვადასხვა ხშირად 7-იანი რა ლამაზად წერია. ხშირად შენიშნავ ხოლმე ვიდეოებში მარცხენა ხელზე. ჩემი თილისმასავითაა რა, საქმეებზე, ციკოლიას მიმართავ ერთი რამე ისეთი ბრენდირებული რო ვაჩუქოთ ყორყოტას. ბიჭო, თილისმა რა, ჩემ ბევრი მეუნება სულ ეს საათი რატო გიკეთია? მე 2100 ლარამდე ღირს დაახლოებით. არა, მე განავდებით არ ვყიდულობ ძმაო. კი, შენ მეძულო ძმაო, Rolex-ის $3500 საათი გამეკეთებინა, მაგრამ ეს არის ძმაო, ჩემთვის იღვლიანი საათი. ქართულია, წარმატება მომიტანა ბევრჯერ და მიკეთია რა. საათმა მომიტანა წარმატება. კი, აი გაიკეთეთ თქვენც. აცი კი მეკუთვნის ერთი საათი. ბიჭო, აგე რეიბანიც მაქვს. არ მინდოდა კაი რომ მეჩვენებინა ძმაო, მაგრამ რა რო გეჩვენებინა? აი ძმაო, ეს არის ოქროს ბურთი. ნამდვილი ოქრო და იქ რომელს რეალის ფანები ხო?
კი. არა, ბარსას ინვენტარიც იყიდება და ბარსას კომანდას მოდით, რეალის კომანდას მოდით. სენსოა ძალიან წინ მიდით YouTube-ზე, მე ძალიან მომწონს. სო, ანუ რამდენი გამოგვივიდა შენი? 2100 ლარი რა. კაი, ძალიან მრავალფეროვანი ნიმშები გვანახე. მოხარო. სასაულ იმაზე ავედი, ხო, რაოდენობაზე. აი, წავედით შენ. ბოლო ადგილზე გავდივარ, ხო მე? არა, კაცო, აქ ადგილები არ არსებობს. აქ თავარი იცი რა არის? თავარი არის აი აქ. დაკრაკა. თავარია აქ რამა. აი აქ რამა თავარი ეგ. წავედით. ნეავენე. კაროჩე შენ იღებ ყველაზე ძვირიან ნივთებს, ხო? ნივთებს მაგრამ. ნივთია, კაროჩე. ამას ვერაული გვერდს, მაო, ამას შეხედეთ. ფაკ. აი. არა, წასაში. ეს რა არის ხო? ა 400-ხანთან შედარებით მართლა ისეთი. ხო, ბიჭო, ბევრად ჯაზია, ტორო. აი მე. და ეს აქ რა მოგარ. დამოხსოვრებული აქვს რო აქ წევ ხოლმე და? ხადაო? ან თვითონ ხო, თვითონ ამას. ხო. სასწაულია. ბიჭო, მე უნდა მიაჯახუნო რა, რაც უნდა გასაკვირი იყოს. ძალიან მაგარია. წვანესაც რაო. წვანეზე იმენა. მანქანა არ იცვლება რა. ნივთები, სიმართლე რომ გითხრა, ნივთებში ფულის ხარჯვა არ მიყვარს რა. ანუ არაფერს არ ყვიდო ხოლმე ჩემი თავის. ეხა ყველაზე ძვირიანი მე რაც მაქვს, აი ნივთები რო ჩათვალო, მონიტორი ალბათ რა. მოკლედ, ყველაზე ძვირიანი ეხა. ეს არის ძმაო? ეს JBL-ის. რა ღირს? სადღაც 4300 რა. მაგრამ ყველაზე ის არ არის. ეს არის მეორე უბრალოდ. და ეს Samsung-ის მონიტორი, რომელიც არც ერთი არა ჩემი ნაყიდი. რამეს თუ მაჩუქებ მე გარჩე. ეგ არის რა. სტუდია კაროჩი აქეთ მქონდა. და ეხლა დანის ოთახი მაქვს ოკუპირებული. აუ, გადაოფ ეს რა არის ბიჭო? ხო არ გადაოფ ბიჭო. ახლა მაგარი რაღაცა. ამას შეხედეთ ხო? თან მუღამი რა არის? ეს ხო არ ეხა ხო ამონტაჟი, ბრა და გადაღება და რაღაც თუ გინდა პროსტა. ასიცა. კამერას გამოწევ, მიკროფონს გამოწევ და ეგ არის რა. ანუ რამდენია ბიჭოს ეს ასე? 55 ინჩი არის ხა ჯამში რა. ანუ ჩემი სიმაღლისაა ხალხო რა. 50 კილო. ანუ ამის პონჩი წესერ მაგიდას ვერ ყიდულობ, იმიტომ რომ ის მე მინდოდა რა, რო იწევა ხო ის ეგეთი. ხო. ვიყიდე და პროსტა ვერ უძლებს რა მაგიდა. ეს გაჩუქეს. ხო, Samsung-მა ის რო გამოვიდა ალბათ 1-3 წლის წინ, მაგ დროს გამოვაგზავნა Samsung-მა და სხვათა შორის ვიდეო დავდე თუ არა, ანუ ჩემი დეფექტიანი გაიჭიდა, გარანტია მინდოდა მე ჩანასრულა, მაგრამ ვიდეო რო დავდე, ეგრევე ყველა გაიყიდა. ანუ შენი ვიდეოს მერე, ნუ შენ დარჩიო ისეო რა, ვერ გინასო თუ ფიზიკურად და მე ველოდე სანამ ახალი ჩამოვიდა. ასე რომ იცოდეთ, სანამ წახვიდეთ სპონსორებო რა, ჩემთან. ამ სიმაღლისა ზუსტად ზვავ იმენა. ეხლა ამოსატრიალებელია, პროსტა დაბლა ჯეტია, OBS, ისევით YouTube და მე ანაწილებ რა როგორც. დღეს იტასთანაც მივდივარ. ო, იტასის მაგარი მონიტორია. ასაც და რაღაც კამი აქვს ნაყიდი, რაღაც 30000 ლარიანი თუ რაღაცა ბიჭო, Lamborghini-ს თუ იტოქს ჯერ არ ვიცი. ემედი აჩუქეს. ბიჭო, როგორ მე პროსტა არ შემიძლია რა. აი ეს დეიდა სპიცა ვარ, ეს დეიდა ჩემო მაჩუქა და ერთი ვიყიდე, პროსტა იძულებით ვიყიდე, იმიტომ რომ რეკლამებს და რაღაცებს რო ვიღებდი, პროსტა დახილულსკამზე ვიჯექი რა ბოლომდე და მე გამიწდა, მე ერთი ვიყიდე ის პროსტა მეორე ოთახში სტუდიაში. ხო, რაღაც სასწაულის კამი აქვს რა. კლავიატურაც გაროჩე ძალიან უბრალო, მაუსი ძალიან უბრალო. ნუ რამე თუ არ დამჭირდა ძალიან. კამერაც კამერას 6400. მე არაფერი ისეთი და ლიზიანად კი შეიძლება 5 არა 5 ვეღარ დაარტყოს. ან კი. მეტი ას გინდა რა. დავე ამ მონიტორმა მე მგონი დახურა. რა ღირს? ბიჭო, ეხლა ალბათ 5600 და მაშინ რო გამოვიდა ალბათ 7-მდე ღირდა რა. ზოგს კომპიუტერი. просто ეხლა ალბათ არ გვაქვს მაგფასიანი. სულ გააყიდინე ხო ძმაო? ანუ მაშინ ყველა გაიყიდა და ეხლა შეიძლება ვიღაცებმა просто ჩამოიტანეს რა. просто Samsung უნდა იყიდოთ ხოლმე ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიაში. აჰა, Samsung. ხო, ხოლმე. იმენა iPhone-ს შევცვლი ძმაო. ძალიან დიდი მადლობა. მე შევცვალე ძმაო iPhone. ხო, მეც შევცვლი, არ მაქვს პრობლემა რა. ასე რომ აი ხა. იმსახურებს, ზო, რაც გაქვს ყველაფერს იმსახურებს რა. ბიჭო, ვინც დღეს რო უყურე, ვინც მონდომებულია, გარჩე აღწევს რაღაცას რა. გენეცვალე ამიკო, მადლობა ძმაო. აი ხარ ისი მადლობა. ციგარი ხარ. წავედით. კეთილი იყო ჩემი ფეხი შესახში. აუ ეს მეები აქ მომზადებული. და ლევჯი, ერთი ხარ? მე არ ვსო საერთოდ. მანქაი თუ არ ხარ, ხო მოიწევი. არა, მაგრამ მელოდება ეხა. მოაყვირე ბიჭო ეხა. ნახე, მაინც იყო ერთ-ერთი რაღაცა ვთხოვე, ნანუკას წინავს მეთქი გეხვეწები დღეს 8-ზე ადგა თქო. ისა 5-ზე დაიძრა, როზე არ იყირო თქო და ეგრევე იყირო, ანუ საღოძმო. აგერ არის ძმა ჩემი კოლექცია დაათვალე და გააძიო. ძმა, ისი ბასტო ხარ? არა, ბიჭო თან ხადა ოფში. ბასტოვუ.
ბიჭო, ესთან მე უფრო მეტი ვექნებოდა. მე არ ვყიდი რა. ანუ რასაც ვყიდულობ, Tom Ford-ი კი ერთი მაქვს Tom Ford-ი ასე. ხო. Просто ვყიდულობ დაჟე ანუ რაღაც რენდომ სულამას ნახავ იაფად ვყიდულობ. ეს არ არის ორიგინალი ხალხი გვატყობს. ბიჭო, ეხა ეს რამდენი ლარისა? არ ვიცი ბიჭო. მიახლოებით. ეხა ეს მაგალითად 2000 ლარი გეთო გამოწერო რა დაახლოებით 800 ევროზე საიტზე. ესეც ძვირი, ესეც სადღაც 2000 ლარი. აი ეს თავ ჩავარდა ერთი 6 ხურდა გაწყდა. აუშ, ეს რა მოიმები არის. ეს აღარ გამოდის ფოტოშოპში. ეგ აი ხო. არაფერი არ გამოდის ამის. არა, ინტენსი არა, პარფიუმი არის. ძველი პარფიუმი თან 2018 წლის პარფიუმი. ო რა კაია. ეს არის ვაფშე, ეს არის ყველა, ეს არის როიცოეთ მეგობრებო, ეს თუ გეცნობ, ეს არის ქართული სუნამო. რომელზე მითხარი გაჩუქებო აქედანო? ბიჭო, კოლექციონერს არ უნდა კითხო. მოდი შენი ფლაკონით პატარა და გადმოგისხავ რამდენსაც ბოცლის. ის ხავთ ხო მოფიქრებული არა, პროცესი. მოფიქრებული არა. არავის არ აჩუქებ. არა, პროსტა მორალურად გასწავლი რაღაცას, რო აწი რაღაც, რო იცოდე რა. აი მე ერთი, აი ამას გავხსოვ. აუ ეს არის თან. ხო, ნახე, მართლა დედასპიცა ვარ ძალიან თესლი სუნამო. შენის მითხარი მიახლოებით რამდენი ლარი თქო, აი 2000-ი ჩაკ. აი არ ვიცი რა, ალბათ მოდი, ერთი წუთი. 15000. ერთი წუთი. იმას ვიზავთ და უცებ შემოგიერთებით თანხით. და ის კომპიუტერებიც ხო გაქვთ? კი, კომპიუტერები მაგ იმიტომ გამოვიტანე იქიდან რომ ოთახი ნახე. არა უშავს, შეიძლება? აუ, ძმა, ამას ინტერნეტ კაფე ქონია ხალხო. ბიჭო, არა, ხო გადავდივარ. რა სიძახი. ეკიტა მაჩუკა. ძალიან კაი. კომპიუტერები რა გას ბასტო? ბიჭო, რავი, არ ვიცი. ეს არის ჩემი VR-ი, ეს არის ახალი VR-ი, სუპერ VR-ებია რა. ეს სოდამაოა, ეს ღირს 40000 ევრო. აჩერდი ხარ. მართლა გემი. ეს ხო მასაჟორია. აბა გამიკეთოს ეს მასაჟი აქ. ყლე მასაჟორია, გეტკატკეს. მართლა მიდი აბა მათკენ. უტყუნა კისერი გაქთან. მე მიყვარს უმტკენენ. ერთი წუთი. ოუ, რა ხარ ეს, რა მხელა ხარ. კარგი მეგობრებო. მინდა გაწაი, თუ გევასება კონდეს. რო გავთიშავ მე ვიცი რომ წამართავს ხალხო და. მალე გათიშე რომ გამომო. ეხლა წავედით შემდეგთან. არ გადაახვიოთ, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები გელოდებათ, რასაც ვერ წარმოიდგენდით. ანუ ამ იუთუბერებს ისეთი რაღაცები ქონიათ ხალხო და ისეთი ფასიანი, რომ მეც ვერ წარმოვიდგენ. წავედით აუტყვი ამ მასაჟით. და მოვედით ჩემ ძმასთან. როგორ ახლა? შენ რა ვახარ? ბიჭო, რას გვაჩვენებ აბა? ვიცი რა, აი ხა რამდენად ის წინ შევიძინე ბოლოს ძალიან ძვირიანი რაღაც და თან ის გაჟღერება რომ საკუთარ თავთან გერიდება, აი ეგეთი მომენტი მაქვს ხა და ეს არის ხო? ჩემი ახალი Lamborghini-ის კამი. და რა მიეცი? ხადაო. ანუ იმენა ნაღდი Lamborghini-ია. ნაღდი. რა მიეცი? რომ შეგვახსენო? დაახლოებით 3000-ზე მეტი. დოლარი. ანუ 10000 ლარი სადღაც. ხო, 3000 თითქმის 3500-მდე. შეიძლება რომ დავждე? კი, რა. რა მე განსხვავდა. რა მე მასაჟორია აქ? მოიცა, ადი რაღაცებს გაჩვენებ ხა აქ თავარი რაღაცები რა არის. Lamborghini-ის ბალიში. ბიჭო, ანუ 10000 მიეცი ამაში, ხო? გამოდის, აი ბრენდირებაში რა. ანუ ნახე, რამე განსაკუთრებულ რამე საკეთებს? როგორ რაღაცა იცი თვითონ სკამი ღირს დაახლოებით $1000-მდე, $9000-მდე. სკინები მოყვება რა. მაგალითად, ხალიჩა. სკამს მოყვება თავისი ხალიჩა. ოკეი. კიდე მაგალითად, როცა კომპიუტერთან დაჯდები, ეს სპეციალური ბალიში, ნუ ფეხები დაალაგო. აი ეს. შეფეხები რომ შემოვაწყო? აი ესეთი. ვაუ. ფეხის დასადები. რომელსაც შეიძლება ის, როცა ეს წუთი. ნახე. ოკეი. აი კიდე ქვემოთ ჩავიდა. ძალიან მაგარია. კიდე როცა ეს ეს ხო არ გადაბეკრო, მაგნიტი აქვს შიგნით? ხო. კიდე მეც მინდა ვსო. კიდე აქ ეს რაღაც ზურგზე ირგებ რაღაცეებით რა. აქ დაჟე გვერდზე რაღაცეებია, ხო? ხო, აი მაგიდან ზურგზე არეგულირებ რაღაცებს. აი, კომპიუტერი, ეს გასაგებია რომ ტყუილად იყირებ ეს. დავაბრუნებ. ჰიტას ისეთი მიმართულება აქვს YouTube-ზე, რომ ჩემი აზრით ყველაზე კომფორტული ზონა უნდა იყოს ეს მისთვის რა. კომპიუტერი რა ჯდება? ეს кейსი დაახლოებით 11-12000 ლარი ღირს ალბათ. მონიტორი ღირს 7500. მონიტორს რამდენი? 7500. მონიტორს რო ხდებოდეთ ხალხო რა, ანუ ეს დაყოფილია ხა, მოდი აჩვენე წესრად. ესე რა? ხო, ანუ ნახეთ რა მხელა ესეც. სხვათა შორის ეს მონიტორი Samsung-ა მაჩუქა და ეს кейსი მაჩუქა Ultra-მ და Gigabyte-მა. ესეც ხო აგიწყეს. მაგიდაც მაჩუქეს კი. ესეთი დიზაინი თვითონ მაჩუქეს, ცოტა ისეთია. ვინ გაჩუქა? კრეატო, ესე ქვია. კრეატო მომწერეთ. Instagram-ზე ძალიან მაგარი ბიჭები არიან. კიდე რა გაქვს ისეთი? ჟურიანი არ მაქვს არაფერი. მე გავჩვენებ შენ რა არის ყველაზე ძვირფასი. კატა. ეს кейსი აქტუალია. მოყვება кейსი. თუ არის ჯდა ესე
ისე кейს ფასია იმას უმატებს კორეებს 8000-მდე დროს ხო ეს კამერა? დაახლოებით კი თავის მიზნით ალბათ ეგრევე კაი, რამდენზე ავე TikTok-ში? აი ეგრე განათებები და რაღაცებიც რომ მივუმატო აუ 25-ზე აი ხომ მაგალითად რო ავიღოთ ისეთი იუთუბერები მაგალითად ცოსო და კაკო რომელმაც ძალიან ძვირი გადაიხადეს პირობითად ანტარქტიდაზე მოგზაურობაში ხო? ანტარქტიდა თუ ჩაითვლებოდა ყველაზე ისე ძვირიან ადგილზე სადაც ფული არ დაგენანება მოგზაურობის კუთხით რომ იმოგზაურო ჩემთვის ალბათ ეს მართლა სასაცილო მაგრამ სკამი შეიძლება იყოს იმიტომ სულ სკამზე ვზიკ ბიჭო არა უნდა იყოს სკამი შენს კომფორტული რა მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს ხო და ანუ ეს ჩემი სამუშაო გარემო ასე ვთქვათ თან გასართობიც არის და თან აქედან ვაკეთებ ყველაფერს რა და ბავშვობაში სულ ოცნებობდი რომ თუ იუთუბერი უნდა ყოფილიყავი უნდა ქონოდა ყველაზე მაგარი სეტაპი და რაღაცა ბავშვობის ოცნების ასრულება ეს ყველაზე მაგარი სეტაპი შენ გაქვს იუთუბერი არის მაგის ამბიცია არ მაქვს მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ჰიტა ფესტიხი მენა ეგ ისურვებ რომ შენ ასაც ხედავ შენს იუთუბერობაში რაღაცა ისე მიზნად მაგას დიდი ხნის მერე მაგას მიაღწიო ეხა მალევე და მე სხვა მიზანით კიდე ძალიან დიდი მადლობა სხვა მიზანით განავითარო ჩაიხუტებოდი გამიჯო გადმოვედით ოქტოპუსებთან რა ვიცი როგორ ხარ ბიჭო მოკლედ ძვირიანი ნივთები რა გაქვთ ყველახეთ ბევრი ვიფიქრეთ ხო და ეს ჩანთა არის ძალიან ძვირიანი სიგნიფიკანტი არა ეხლა ყველაფერი არ მიდევს ყველაფერი რო იდოს უფრო ძვირი ეღირებოდა ეხლა დევს ჩვენი კამერა რა ჩვენ მატერიალისტი ადამიანები არ ვართ ოპა FX ეს უბრალოდ გჭირდება ჩვენ ახლა ვიღებთ FX30 და როდესმე ჩვენს ვიღებთ FX3 ანუ ფასი გაინტერესებს ხო ალბათ 13 რა ხო 13014 დოლარებში ვიცი მე რა ეს 3 და 5 მაშინ 3500 ნახმარი ალბათ ხო მაგრამ კარგად არის ნახმარი და ნახმარი ხო არა კაცო არა ორიგინალის ფასი იმისა ნახმარის არა ჩორორის ფასი რა ისე 4 ხო აქ ნახალ ხო ანუ გაჩვენებთ ესეთი შესაძლებლობა მოგვეცა შეგვიძლია გაჩვენოთ რა დიახ ჩემი კამერა აღარ გაინტერესებს აქედან შეგიძლიათ აქეთ გადმოხვიდეთ არა კამერა არა თუ სხვა ვიდეოს იღებთ ეგეც არა აქ არის ორშაბათობა აქ არის გასოცხლებული ძალიან მაგარია რა როცა შიგნიდან ხედავ ამ ყველაფერს ვაფშე მაგარია რა ვითარდა YouTube აი კიდე აქვს კამერა ბიჭებს ეგ GH5 არაფერი ისეთი ორი ცალი FX30 გვაქვს და ერთი აი სტრიმისთვისაა ხო FX30-ები აქ არ მაქვს პროსტა და აი FX30-ები გაქვს ეს ლინზა ღირს 2000 დოლარი ბატონი გიორგი უკან ლინზა ღირს 2000 დოლარი სადაც 6000 ხარი ყველაფერი უცხარია ვიყიდეთ მიდის ეს არის YouTube-ის ფულით ყველაფერი რა 6000-ის ამბავია ეს ჩანთაში ყველაფერი როცა მაქვს არის სადღაც 7-8000-მდე ალბათ კაი 7-8000 დოლარი GoPro მაქვს 12 გოუსტათ ესეთი მაქვს მეც 12 ხო და რა ვიცი ხა ჩვენ მატერიალისტი ადამიანები არ ვართ უბრალოდ გვჭირდება ეს და საქმისთვის გვაქვს ძვირიანი რაღაც ძალიან მაგარია აი ხა მაგალითად ჰიტასთან შევედი სეტაპით გავუგიჟდით 10000 ღირს კომპიუტერი ალბათ ჩვენ აქ გაქვს სამონტაჟო სეტაპი არა ხო იქ რამე არის ამბავი სეტაპი მთლიანად არაა ძვირი ხა კომპიუტერია ეტაკში ერთი 25-მდე 30-მდე ავდივართ რას თვლი გააჩნია კომპიუტერები და ტექნიკა რა ტექნიკა მეტი იქნება FX30-ები FX3 და FX30 3 2 ცალი გვაქვს 360 გვაქვს GoPro გვაქვს 2 ცალი ბევრი რაღაცა გვაქვს ძალიან ოქტოპუსში თუ მიმიღებთ აუსი არა ერთი კაცი გასაგდები ვიყავს ჩვენგან და მოდი შენ ძალიან კაი დრონიც გვაქვს DJI Mavic 2 360 ძალიან გვაქვს მაგარ მაყუწიადიან ბიჭო დაუჭიროთ ხარი პატარა იუთუბერებს აღწერაში დავტოვებ ოქტოპუსის არხს და ხარი დაუჭიროთ პატარა იუთუბერებს გამოგვიწერეთ რომ კიდე ვიყიდოთ რაღაცა ხო და ჩემი არხიც გამოიწერეთ რომ FX3 ვიყიდო რა ან ვინმე მაჩვხეთ თუ არს არ ვიტყვი ძალიან დიდი მადლობა რა ალბათ თქვენ კაცო რომ დაგვაფასეთ და ესე შემოგვეჭერეთ